ეს არის რუსეთის ერთ-ერთი პროვინციული ქალაქი ყარაბაში და ფილმის მთავარი გმირი და ასევე რეჟისორი არის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ვიდეოგრაფი. ეს რომ მოგვიტანოს რომელიმე სცენარისტმა, სტუდენტმა, რეჟისორმა როგორც პერსონაჟი დავუწუნებთ, იმდენად გროტესკულია. კგბ-სგან მიდის დავალება, რომ შენ უნდა გადაიღოს საკლასო ოთახში რა ხდება, მასწავლებლები უნდა გააკონტროლო პირველ რიგში. როგორი ენთუზიაზმით ასრულებს დაბალი და საშუალო რგოლი აი ამ კატასტროფულ დავალებებს და ერთ დღესაც იწყება, ხო, ეს რუსეთის შრომასშტაბიანი ომი უკრაინაში. პუტინს ამაში ვეთანხმები, რომ ომს იგებენ სკოლის მასწავლებლებია. იქ ერთ-ერთ მომენტში თუ გახსოვთ, სახურავზე ადის და ეგ დროშას ჩამოხსნის. ძალიან კარგად ჩანს, რომ ბინას აძლევენ. პირდაპირ იქიდან გვაჩვენა დოკუმენტური რეალობა, რა საშინელება ხდება. მართლა არის მამაცი, გამბედავი ადამიანი. ძალიან დიდი ხანი ადგილსამყოფელიც არ იცოდნენ პაშა ტალანკინის. უბრალოდ შეხა პუტინს არცალია ტალანკინისთვის, თორემ მიწდება ყველგან ყველას. ვერ წარმომედგინა თუ აი ამ წერტილში მოვიდოდით ეხლა რაშიც ვართ. არ არსებობს არანაირი დაცული ერი, პროპაგანდისგან დაცული ერი. ადამიანს იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო და ეს გახდა ნორმა. პროგრესი სჭირდება ძალიან დიდი დრო და უკან დაბრუნება სჭირდება ერთი წამი. აი ამ აბსურდის ნორმად მიღება არის მთავარი პრობლემა საზოგადოებების. ამის ერთადერთი პრევენცია არის, რომ ჩვენ არასოდეს ჩვეულებრივ ამბად არ მივიღოთ, რომ 6 წლის ბავშვებთან რაღაც იდეოლოგიური სამუშაოები მიდის. კინო და ხელოვნება ზოგადად არის კონტექსტის აღქმა პირველ რიგში, ხო? გააზრება. მე აბსოლუტურად თქვენ ბოიკოტს ვეთანხმები. მათ მეილებსაც კი არ ხსნიდნენ. იმიტომ რომ თეატრულ ოკეანს არ მოწონდა ეს ადამიანი. არის რაღაც მოსინჯვა ხოლმე ნიადაგის, რას გაგიტარებს ხალხი და რას არ გაგიტარებს. ჩვენ ხო არ ვიცით რა ხდება სკოლებში დღეს. მშობლებმა ჩახედონ თავის შვილის წიგნებს. ყველა ქართველი უნდა ნახოს, იმიტომ რომ აქვეა რა. ამაში ცხოვრობს შენ სამდენი ხანი. ვისაუბრებთ ლევან აბდუშელიშვილთან ერთად ფილმზე Mr. Nobody Against Putin. მოგესალმებით, დღეს ერთი ფილმის დღეა. სანამ ფილმზე საუბარს დავიწყებთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, რომელ ფილმზე საუბარს ისურვებდით, გადააშიაროთ ჩვენი სხვადასხვა გადაცემა, ამით თქვენ დაეხმარებით ჩვენი არხის პოპულარიზაციას. დღეს კი ფილმის დღე მაქვს და ვისაუბრებთ ლევან აბდუშელიშვილთან ერთად კინომცოდნესთან ფილმზე Mr. Nobody Against Putin. სანამ ფილმზე საუბარს დავიწყებდეთ, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მამაც სპონსორებს, მთის წყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტი ახალგაზრდებს ასწავლის, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. გამარჯვება პროცესია. ცოდნა ფარია. იერარქია. ძალა. და დღეს ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელმაც საკუთარ თავში გამონახა ძალა, ну, რა თქმა უნდა, გარედანაც ცოტა დაეხმარა, მაგრამ გამოძებნა ძალა, რომ ჯერ დაენახა ეს საშინელება, რაშიც ცხოვრობს და მერე შემოენახა ისტორიისთვის. ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ, რაში ცხოვრობდით 21 საუკუნის 20-იან წლებში. სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიქტატურა მყარდება ხოლმე და ძალას იკრებს და ფესვებს გაიდგამს, არის აბსურდთან შეგუება, როდესაც ჩვენთვის ფრაზები, საქციელი, კანონები რაღაცნაირად ნორმალიზდება, ხო? და აი ტროტუარზე დგომა, მაგალითად, რომ არის კრიმინალი და აი ამ რაღაცებს როცა ყური ეჩვევა, მერე ეს არის დიქტატურის პირდაპირ დახმარება და ყველა ასეთი ფილმი, რომელიც გეუბნება რომ ასეთ რაღაცები, რაც ვთქვათ, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ხდება, აბსურდია და ნორმალური არ არის, ეხმარება იმას, რომ საღიაზრი დიდხანს რჩებოდეს. რატომ არჩი ეს ფილმი? იმიტომ რომ მე ვიცი, შენი კინო გემოვნება და ძალიან ბევრი ამაზე ბევრად კარგი ფილმი გიყვარს, მაგრამ დღეს რატო თვლი საჭიროდ, რომ აი ამ ფილმზე უნდა ვისაუბროთ. ევრექში მადლობა მოწვევისთვის და რადგან სპონსორებზე დაიწყეთ საუბარი, ნამდვილად სიმამაცეა დღეს, რომ ასეთ პოდკასტებს თუნდაც აფინანსებენ და მამაც ადამიანზე ვსაუბრობთ და ალბათ სწორედ ამ კრიტერიუმით ავარჩიე პაშა ტალანკინის ეს ფილმი, რომელიც სახელი და გვარი ესე არაფერს არ გვეუბნება, იგი არც რეჟისორი არის პროფესიით, თუმცა მან მართლაც დატოვა
ისტორიული დოკუმენტია, რა ვიცი, ავთენტური დოკუმენტი ყველაზე, რაც კი შეიძლება რომ არსებობდეს, მით უმეტეს აი ამ ჰიბრიდული ომის პერიოდში, სადაც უამრავი ინფორმაციის ნიავარი შემოდის, ხო და ადამიანებს მართლა უჭირთ გარჩევა ზოგს, იბრიყვით, ზოგს არ უნდა რომ რაღაც დაიჯეროს, მაგრამ ეს დოკუმენტი ჩემი აზრით კინო პირველ რიგში არის ეს ყველაზე ავთენტური დოკუმენტი, რაც შეიძლება იყოს. მით უმეტეს ასეთი ჟანრის ფილმი, ხო, დოკუმენტური ფილმი, რომელიც აფიქსირებს, ატყუებს რეალობას და შემდეგ უკვე მაქსიმალური ობიექტურობით, მაინც არ არსებობს სრული ობიექტურობა ცხადია, იქ არის ჩარევები, რასაც მხატვრული ხერხი, რაც და იგივე voice-over-ი, ხო, რასაც იყენებს მთელი ფილმის განმავლობაში ეს პერსონაჟი, ეს რა თქმა უნდა ჩარევაა და მისი სუბიექტური ხედვა, თუმცა ის რეალობა, რაც ფიქსირდება, ხო, ეს არის ავთენტური დოკუმენტი ნებისმიერ ეპოქაში. ჩვენ შეიძლება ბევრი ისტორიული დოკუმენტი გვაქვს შემონახული ფურცელზე გაყვითლებული, თუმცა მე მგონი ამაზე მეტად ეფექტური, რომელიც ვიზუალურად რაღაც კინოსაც შეუძლია ასეთი ეფექტური შეიძლება არც არაფერი არ იყოს, შეიძლება სადავოც არის, თუმცა ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში, როდესაც ეს ფილმი ვნახე, ეს იყო სრული შოკი, ხო, შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხატვრულ ღირებულებაზე და ბევრად მეტი ფილმი შეიძლება გავახსენდეს მხატვრულ ღირებულებაზე, მათ შორის ამ ეპოქის გამოხატვა, თუნდაც დოკუმენტური ცხადია, თუმცა ეს იყო შოკი, არ ვიცი, მე რომ ვნახე ეს ფილმი, რაც აქ ხდება და მოდი პატარა სიუჟეტივით მოვყვეთ, ხო, მაყურებლის რაზეა და რა ხდება. ეს არის რუსეთის ერთ-ერთი პროვინციული ქალაქი, ყარაბაში, დვორცდები ასე ქვია და ფილმის მთავარი გმირი და ასევე რეჟისორი არის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ვიდეოგრაფი, რომელიც იღებს ღონისძიებებს, ხო, რაც ხდება სკოლაში, რაღაცა ორგანიზაციები, რაღაცა საბავშვო ღონისძიებებს, რაც ვიდეოგრაფია აფიქსირებს კამერაზე და ერთ დღესაც იწყება, ხო, ეს რუსეთის შრომშტაბიანი ომი უკრაინაში და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანს ავალებენ. ყველა საინტერესო ეს არის. ზოგ აღწერაში ამ ფილმის წერია, რომ აი ეს ჩუმად იღებს, არაფერს ჩუმად არ იღებს. კგბ-სგან მიდის დავალება, რომ შენ უნდა გადაიღოს საკლასო ოთახში რა ხდება, მასწავლებლები უნდა გააკონტროლოს პირველ რიგში, რომლებსაც წინა ფურცლები უჭირავს ხელში და კითხულობენ პირდაპირ და როგორ წაიკითხო, რომ ეს კგბ-მ ნახოს მე რომ ხო ასრულებენ იმ დავალებებს. ეს ადამიანი არაფერს არ აშავებს თითქოს. კამერა, როგორც ახლა მე ამ კამერას უყურებ, ესე აყენია კამერა და მასწავლებლები ლაპარაკობენ თან ამ კამერისკენ, ხედავ იციან რომ მათ აფიქსირებს კამერა და უნდა ილაპარაკონ ის რაც ფურცელზე წერია და ლაპარაკობენ რაღაც საოცრებს. 8 წლის ბავშვებთან მაგალითად ყირიმის ამბოზე, სამამულო ომზე ისტორიის მასწავლებელი საოცარი. ეგ არის მთავარი საოცარი პერსონაჟი და სხვათა შორის თვითონ ტალანკინი ინტერვიუში ამბობს ორ ძალიან საინტერესო რაღაცას. ერთი ის რომ აი ამ მასწავლებლებს ხო მე ეს ყოველდღიურად არავინ ამოწმებს, როგორი ენთუზიაზმით ასრულებს დაბალი და საშუალო რგოლი აი ამ კატასტროფულ დავალებებს და აი ეს და მეორე ის რომ აი დასავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ ევროპაში როცა ამ თემაზე საუბარი ქონდა ისტორიის მასწავლებელზე არიჯე ეს რომ მოგვიტანოს რომელიმე სცენარისტმა, სტუდენტმა, რეჟისორმა როგორც პერსონაჟი დავუწუნებთ იმდენად გროტესკულია რომ არადამაჯერებელი. საინტერესოა. ხო, მაგრამ ჩვენ ალბათ საბჭოთა საზოგადოებაში ვიც გავიზარდეთ, მით უმეტეს ვიცით რომ ასეთი ადამიანები შეუძლია არსებობდეს სამწუხაროდ. ალბათ ევროპეში რთულია დაჯერება, რომ აი ესეთი იდეურად, არ ვიცი დასნეულებული ადამიანი ერთ მომენტში თუ გახსოვთ ის თქვენი მისაბაძი მაგალითად ბერიაო ამბობს ამას არ მახსოვს აი მინდა რომ ბერია ვიყო მაგრამ თავარი კონცეპტუალური ფრაზა თუ ეთანხმები ლევან იმას რომ ერთი წინადადება რომელიც მე დამამახსოვრდა და პუტინს ამაში ვეთანხმები რომ ომს იგებენ სკოლის მასწავლებლებია და მე ვფიქრობ რომ ზუსტად ამიტომ დაიწყეს ამ ბავშვების მოწამვლა რა თქმა უნდა და მთავარი იდეოლოგიები სწორედ ისინი არიან ხოლმე არ ვიცი ჩვენთან ყოველ შემთხვევაში რაღაც ხდება არჩევნებზე და ასე შემდეგ თუნდაც მობილიზების და კი ვისაც არ უნდა ეწყინოს მე მყავდა სხვა შორის პოდკასტში გამონაკლისი მასწავლებლები რომლებიც ძალიან მინდა რომ აი ჩემთან სტუმრად ვინც იყვნენ რუსიკო მეგრელიშვილი მაია ახალაი ასეთი მასწავლებლები ასწავლიდნენ სკოლაში რომლებიც თვლიან რომ მასწავლებლის ფუნქცია პირიქით კრიტიკული აზროვნების შინაგანი სკეპტიციზმის რაღაც დაეჭვების რეფლექსიის გაღვივება ბავშვში და არა რაღაც გამზადებული კატასტროფული მესიჯების ჩალაგება. ისტორიის მასწავლებელზე გამახსენდა ერთ-ერთი რაღაცა ინტერვიუ მქონდა ევროპის დღესთან დაკავშირებით და მე უბრალოდ ისტორიის მასწავლებელი რომელმაც მე მართლა აბიტურიენტობის დროს ბევრი რამ მასწავლა და მაგის დამსახურებით ჩავაბარე და ნუ ძალიან მიყვარდა ისტორია. შემაყვარა მან.
და ერთ კომენტარს მიწერენ, ნუ ეხა წერენ ტროლ ბოტები ასე შემდეგ, ხო ვიცით, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ერთ მომენტში შენც ჭკუას გვასწავლი ლევან, ესეთი კომენტარი წავიკითხე და მეთქი ლევ სახელით მომართე შევდივა და ჩემი ისტორიის მასწავლებელია, რომელიც აი გამწარებულია იმის გამო, რომ ვამბობ, რომ რაღაცა ქვეყანას იღარიბეშია, არ შეიძლება ევროპა, რაში გვჭირდება ევროპული კეთილდღეობა და ასე. ხო, ჩემთვის ეს უცნაური იყო, ესეც ისტორიის მასწავლებელი, რომელმაც ყველაფერი იცის, ხო. მასწავლიდა რომ რუსეთი ცუდია, მასწავლიდა რომ ეს ჩვენი ისტორიული მტერია, თუმცა ამ პოზიციაზე აი ეს რა სინდრომია არ ვიცი და აქამდე როგორ მიდის ადამიანი, სიმართლე გითხრათ, ჯერ მაგას ვერ მიხვდა თუ რაიმე ნიჰილიზმს იწვევს ჩვენში, სწორედ ეს არის ისეთი ადამიანები, რომლებიც ესე როცა იდეოლოგია ან პირადი სიხარბე და აქ ხედავთ ჩვენ ორივე მომენტს, რომ ბერია სიყვარულის გარდა, ჯერ ერთი ეს რაღაც ფსიქიკური მოწყობაცა, როდესაც ჩვენ ძლიერი, ჩაგვრელი, უსამართლო კაცები მოგწონს და თვით იდენტიფიკაციას ახდენ მათთან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იციან და პლუს აქ არის ძალიან კარგად ჩანს, რომ ბინას აძლევენ და ხო, ანუ ეს რაღაცა სიხარბე ძლევს ხოლმე ცოდნას ზოგჯერ. ანუ ჩვენი ინტელექტუალიზმით მიუხედავად იმისა, რომ წესით ჭკუა არის თითქოს რაღაც გარანტია იმის, რომ სისულელები არ აკეთო, როგორც აღმოჩნდა, მაინც ზოგჯერ ცინიზმი, გამორჩენა და სიხარბე ძლევს იმ ცოდნას, რომელიც ადამიანმა მიიღო თავის პროფესიაში. ხო, რეჟისორიც იგივე ახლა დღეს წერდა ზუსტად თეო რომ აზვიაგინცევს მაგალითად ადრე რო კითხეს რამდენიმე წლის არ მაინტერესებს და ეხლა უკვე მიხვდა ანუ ზოგი გვიან ზოგი ადრე ხვდება და ზოგი საერთოდ ვერ ხვდება და ზოგი პირიქით სათავისოდ იყენებს აი ამ სიტუაციას. მგონია რომ კარგი გამოსავალია ხოლმე პოლიტიკა არ მაინტერესებს რაღაც კონკრეტულ მომენტში როცა გარკვეული კომფორტის ზონა მე ბევრგან მინახავს იმის გამო რომ წერლების ბიოგრაფიებს ინტერვიუებს რეჟისორებს მართლა გულწრფელად ფიქრობ ზოგიერთი რეჟისორი და მწერალი რომ ნამდვილი ხარისხიანი მარადიული ლიტერატურა და კინემატოგრაფია არის პოლიტიკის მიღმიერი. ოღონდ ეს მაშინ ხდება, როცა ყველაფერი არ არის, როცა ფორს მაჟორი არ არის, მაშინ შეიძლება ეს თქვა, რომ მე შევეხები იმ თემას, რაც არ არის მეინსტრიმ თემა. მაგრამ ხა ქვეყანა რო თავზე გემხობა, მე სასაცილოა, ხო, აპოლიტიკურობა და ჯერჯერობით რაც არ უნდა გააკეთო, მაინც პოლიტიკურობა. ხო, მითუმეტეს გას ვიაგინცემ როგორ უნდა თქვას, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს. და ლევიათანის რეჟისორი როგორ შეიძლება. ბოლო რაც გადაიომას, ნელუბო. ხო, უსიყვარულო, ისეც რუსეთს გაჩვენებს გიშიშვლებს აი ამ რაღაცა ანემიურ სიტუაციას ხო ეს პოლიტიკა პოლიტიკური ფილმია და თვითონ ტალანკინმა იცი რა გააკეთა ბოლოს ახლა ხანს რომელიც ეხლა უნდა ვთქვათ რომ როგორც რეჟისორი ის რა თქმა უნდა ასე ვერ შევა ისე კონტექსტის ავტორი და ძალიან დიდი მასალის მომწოდებელი თანამედროვე სამყაროში რას ზდიან რუსული მონსტრის დაბადება და ზრდა და იმედია შეწყვეტს ამ ზრდის პროცესს და მოვახერხებთ ჩანასახშივე განადგურებას იმის, რაცაც ახლა 6 წლის ბავშვებს ასწავლიან. ცივილიზაცია აჯობებს ამ ანტიცივილიზაციას, მაგრამ თვითონ ტალანკინმა ხელი მოაწერა, რომ საკუროვის ფილმი არ აჩვენონ. და ეს საკუროვი უბრალოდ ახლა რუსეთიდან არის, მაგრამ არ არის ახლა პუტინისტი რეჟისორი არ არის, მაგრამ აი რაღაც კოლექტიურ წერილში თვითონაც მიიღო მონაწილეობა. ადამიანებს ძალიან ხშირად ავიწყდებათ ხოლმე. ეს იმამდე მოხდა ალბათ. ეხლა მოხდა. და მეორე ძალიან სასაცილო ისტორია ქონა ესეც მინდა მაყურებს უთხრათ ოსკარი რომელსაც იხუტებდა და რა ვიცი იმასთან ერთად ეძინა აეროპორტში როგორ დაუკარგეს ხო საოცარია ბარბარში ეგეც კიდე ცალკე რაღაც ბორატის ფილმის ის არის ხო ნუ ასეა თუ ისეა კონტროვერსიული ფიგურაა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად თუმცა ну მან მართლა დატოვა ეს ისტორიული დოკუმენტი ჩვენ ვერასდროს ვერ დავიგებდით გაბედა ხო რა თქმა იქ მარტო იყო სრულად იქ რა კონტაქტი ქონდა და ვისთან ქონდა და მაინც რისკი იყო ნებისმიერ შემთხვევაში ხო იქ ერთ-ერთ მომენტში თუ გახსოვთ სახურავზე ადის და ეგ დროშას ამოხსნის და ხო ნუ ეს ადამიანი მართლა ახერხებს რომ მოგვაწოდოს ჩვენი ავთენტური მასალა რაც იქ ხდებოდა რომელზეც ნუ წარმოდგენის დონეზეც კი რთულია თუ რა ხდებოდა ხო აი მოდი სიუჟეტს რო გავყვეთ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში დაიწყეს ეს კგბ-მ ეს პროპაგანდისტული ტექსტი სამამულო ომს უკითხავენ 6 წლის ბავშვებსაც წარმოუდგენია სამამულო ომის გმირებით დადიან მერე გუჩაში და ნუ ისეთი ენით ლაპარაკობ და ვერც ხვდებიან ეს ბავშვები რაზეა საუბარი ხო რა იცის 6 წლის ჯერ სამამულო ომზე ჩაჭერას კიდე ალბათ სხვა რაღაცა კონკრეტული ამბავია და ამ ყველაფერს აფიქსირებს კამერით
და იმ რეალობას, იმ პერსონაჟებს, რომლებიც და დედა არის საინტერესო პერსონაჟი აქ, საკუთარი დედა, რომელზეც ერთ-ერთ მომენტში თუ გახსოვს ამბობს, რომ ის იხდება რომ მე მალე წავალო, ალბათ ხდებაო, დედაც არის, უფრო ამ რუსული პროპაგანდაში გახვეული ხო ადამიანი. დედას კი, მაგრამ თუ გახსოვს დედასთან ინტერვიუში დედა უბრალოდ ფიქრობ ძალიან კარგად ხდება ყველაფერს, უბრალოდ დედას უფრო ეშინია. და დედა პრინციპში ხა ცოტა გამეტებულია, იმიტომ რომ დარჩა იმ ყარაბაში და ვერსად ვერ მიდის და არ ვიცი ხო. რა ბედი ეწია დედას, მე არ ვიცი, ანუ რა შეიძლება. ნუ ეხა ის ვერ მიდის ის ქალი და ფრთხილია, მაგრამ თუ ქვეტექსტს დავუკვირდებით, რასაც ამბობს, როცა პასუხობს, რომ რა ვიცი, ვიღაცები წავიდნენ, იმიტომ რომ უნდათ ახალგაზრდა ბიჭები ომი და ვიღაცებს, ანუ შენ არ გინა, შენ სხვანაირი ხარ. ზუსტად უნდა მეთქვა ხა. ძალიან მარტივად ჩამოაყალიბა, შენ სხვანაირი ხარ, კი ბატონო, რა პრობლემა, მაგრამ ის თვლის, რომ კი ახალგაზრდა ბიჭები უნდა წავიდნენ ომში, ვისთან ომში. ნუ ხო ეს კიდე ცალკე ამბავია. ხო ეს დედის ფაქტორი მე ბევრ ადამიანს უჩნდება, ალბათ მაყურებელს რომ ნახავს ფილმს, მე გაუჩნდება ეს აზრი, რომ აი დედა როგორ დატოვა, ვიღაცებს აქვთ ეს მომენტი. დედას გადაუღო და დატოვა. არის, როგორ ფიქრობ შენ ისე, აი ეს დილემა რეჟისორებს რო აქვთ შენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით, რომ მაგათ შეიძლება რომ გადაიღო ერთი რუსი რეჟისორია კიდე რომ მას თავისი მომაკვდავი მამის უკანასკნელი თვეები და დღეები გადაიღო. ამან დედა, რომელიც რაღაც ისეც ამბობს ორაზ რომანს, გინდა დაიჭერ, გინდა არ დაიჭერ იმის მიხედვით. ან თუნდაც ხა ბძევლად დატოვა ფაქტიურად, ხო? აი როგორ ფიქრობ, ხელოვნება შეიძლება თუ არა შევწიროთ ჩვენი პირადი ყოფა და იმ შემთხვევაში აი მორალის კითხვა იყო, კიდე რაზე უკითხავდნენ, იცი რომ ბავშვების სახე ესე იგი რუსეთში 18 წლის ბავშვები მოსაკლავად მიყავთ. და ამ დროს ამას ედავებიან, გეგონება რუსეთის იყოს ახლა დანია და რატო აჩვენე ამ ბავშვების სახეები? ეს დარღვევა მე მაგას დარღვევად ვერანაირად ვერ ჩავთვლი ხა ეს მორალური საკითხი, დედის ამბავი, მას დედას რომ ცოდნოდა ეს ყველაფერი, მაშინ ან რომელიმე პერსონაჟი, რომელიც ფილმში ჩანს, ამის ამბავი თუ რას აპირებდა პაშა ტალაკინი, მაშინ კი ბატონო, შეიძლება გვეფიქრა რომ მან ძალიან დიდი რისკის ქვეშ ჩააგდო ესა თუ ის ადამიანი, მაგრამ არც ერთს წარმოდგენა არა. ყოველ შემთხვევაში ისაც ყვება, ხო ჩვენ ვართ მისი თხრობის მსხვერპლინების მე შემთხვევაში, იმიტომ რომ მისი კაცგარეხმა გვიყვება რა ხდება და უბრალოდ ვუყურებთ იმ კადრებს, რასაც მან და მე ერთ-ერთ ფილმის შუიდან თუ გახსოვს, სხვა ოპერატორიც ვიღაცას უჭირავს კამერა კიდე, იმიტომ რომ პაშა აღარ არის კამერით ხელში და აი ეს ადამიანი ვინ არის საინტერესოა, ხო? აი იმას თუ შეიქმნებოდა რომ ალბათ ერთად წავიდნენ იქიდან. არ ვიცი, ძალიან დიდი ხანი ადგილსამყოფელიც არ იცოდნენ პაშა ტალაკინის თუ სად წავიდა, როგორ საცხოვრობდა და მისი. კი, და თან სიმამაცე მართლა არ უნდა დავუყარგოთ, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ ჩვენ რომ წასვლა ქვეყნიდან რუსეთიდან წასვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაცულობას. უბრალოდ ხა პუტინს არ ცალია ტალაკინისთვის, თორემ მიწდება ყველგან ყველას. ეს პრობლემა არ არის. ასე რომ სამშვიდობოს არ გასულა. სამშვიდობოს გასვლა არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაეხმარება ცივილიზაციას, მე დარჩება ქვეყანაში თუ წავა, მართლა არის მამაცი. და ისეთი გამბედავი ადამიანი, მე რაც არ უნდა შეცდომები დაუშვეს. უბრალოდ მე ის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მაინც მინდა რომ ვინც კარგ საქმეს აკეთებს, არ დაივიწყოს როგორი რთულია ამ კარგი საქმის გაკეთება და სხვებს მორალის პოზიციიდან მე არ უყუროს და არ მოთხოვოს. ჩემთვის მაგალითად გასაგებია, რომ ვიღაც შეიძლება ვერ წავიდეს და შეეშინდეს კიდევაც. ცუდი ის არის და ჩვენ იმას უნდა ვებრძოდეთ, რომ საერთოდ არ დაგვიდგეს ეგეთი პერიოდი, რომ გმირი თუ არ ხარ, მაშინ აუცილებლად ლაჩარი ხარ. აი ეს ამ დიქოტომიაში არ ვიცხოვროთ, რა ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო, რომელსაც არც სიმამაცე მოეთხოვება დიდად ან შეუძლია და არც ლაჩრობა და დაბადების დღის მილოცვაც კი გმირობა უკვე ამ ტალანკინისთვის. ეხლა ვიღაცამ რომ მიულოცოს დაბადების დღეს შეიძლება დაიჭირონ ის, ხო? ასეთ ქვეყანას რუსეთში და რა ვიცი, საქართველოსაც არ უჩანს კარგი პირი. აი ზუსტად მაგაზე მინდა გადავსულიყავი კეთი და შენ აზრიც მაინტერესებს ამაზე. მე როდესაც ამ ფილმს ვუყურებ და ეს ფილმის მოქმედება იწყება სადღაც 2022 წლიდან, ხო? აი კარგად გადადის ის, ხო? როგორ შედის მე რუსეთი უკრაინაში და მე როგორ იცვლება სიტუაცია და ჩვენთან საქართველოში მე მაგალითად პირადად აი უნივერსიტეტში სწავლობ 2019 წელს, 18 წელს ამ ქვეყანაში ვერ წარმომედგინა თუ აი ამ წერტილში მოვიდოდით ეხლა რაშიც ვართ. აი ამ ჰიბრიდული ომის ეფექტებზე და ზიანზე მინდა ველაპარაკო. იქ რაც ხდება შემდეგ რაღაცა აქაც პარალელურად ქრონიკა ნელ-ნელა
აი იმდენად მძლავრად იჭრება ეს პროპაგანდა ადამიანების ტვინებში პირველ რიგში, რომ ვიღაცა ვისაც 2019 წელს მოხდა გავრილოვი და რა ვიცი მე ნახევარი საქართველო იყო ხო და ესროდა კვერცხებს და გააქცუნეს იქიდან და რა მოხდა აი ამ პერიოდ ამ 2-3 წლის მანძილზე რომ ეს რაღაცა რუსული პროპაგანდის ნიაღვარმა სრულიად წალეკა საღი აზრი ხო ჩვენ საზოგადოებაში და შეიძლება ეს არ იყოს უმრავლესობა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილია მისა ადამიანებისა, რომლებიც მაშინ თუ რუსეთს ლანძღავდნენ, დღეს უკრაინას ლანძღავენ და ზელენსკი, აი რა ხდება ამ დროს, როგორ მოხდა და აი ამ ფილმს რო უყურე, ექსევდა ზუსტად ეგ იყო ჩემთვის პირველ რიგში, რომ აი აქ რაც ხდება, ხვდებოდი რომ პარალელურად ფუნდამენტი იყრებოდა აქაც, რომ აი ეს ტვინების გამორეცხვა. ჩვენ ხო არ ვიცით რა ხდება სკოლებში დღეს. მე არ ვიცი საჯარო სკოლებში, ეხლა არ მგონია რომ ესეთ სიტუაცია სადღაც თბილის გარეთ შეიძლება. დავალება ჯერ აქ არ არის უბრალოდ, ჯერ არ არის, თუმცა ის ეფექტურად მუშაობს. ინახავს ისტორიის წიგნი, მაგათაც 2013-12 წლები როგორ არის შეტანილი, 2008 წელი როგორ არის შეტანილი და იცი, თავარი შეცდომა, რასაც ჩვენ სულ უშვებ და მე სულ მქონდა ხოლმე ამაზე კამათი ჩემთან ამოაზრებთან და მეგობრებთან, რომ არ არსებობს არანაირი დაცული ერი, პროპაგანდისგან დაცული ერი. არ არსებობს. ქართველებს ვერ გვაგვიბედა მე, რასაც რუსებს გავბა, ეს იყო ჩვენი ნარატივი და ეს არის სწორი. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი, დაზღვეული, განვითარებული ნორვეგიაც კი არ არის დაცული იმისგან, რომ ჩვენ ერთ დღეს იქაც მოვიდეს ვიღაცა, ვინც თავიდან ბოლომდე ააყირავებს მთელ პროგრესის მოტანილ სიკეთეს. გერმანიაში მაგალითად 10 წლის წინ AfD-ზე ამბობდნენ, რომ არ ექნებაო 3%-ზე მეტიო და აბა ნახე როგორი ზრდა აქვს. ანუ ის რომ პროგრესი სჭირდება ძალიან დიდი დრო და უკან დაბრუნება სჭირდება 1 წამი. სულ მახსენდება და სულ ყვები ამ ისტორიას კორონა რო დაიწყო, ვიღაც პირველ კორონიან ქართველზე ვიღაც კაცმა რო დაწერა, რომ დაწვითო. ანუ აი უცებ გაველურდა, 2 წამში გახდა ველური და აი ეს გამოშტერებაც, გაველურებაც და განვითარებაც რომ შეიძლება ის რომ ყველა ერთ შეიძლება დაემართოს და გერმანიას რომელიც არის ბახის და რა ვიცი, ფაუსტის და ვისი მთელი დასავლეთ ევროპული ლიტერატურა, მუსიკა, კინემატოგრაფი, კულტურა, რა ვიცი, ყველაფერი აი ამის ფონზე რომ ადამიანის დამწვარი ადამიანის სუნი დადგა ქვეყანაში. და კიდევ რო გვაქვს მაგალითი რომ სამხრეთ კორეა როგორია და ჩრდილოეთ კორეა, იქ ჩანს რომ ჩვენც არ ვარ დაცული არაფრის. ანუ ამას არ ვუყურებ მე რომ ჩვენთან განვითარებულ ასე ეს მარტო რუსებს ემართებათ ასეთი რაღაც. ნუ კი იქ უმრავლესობა ჩვენგან განსხვავებით, აი ეს ძალიან რადიკალური განსხვავება დღეს ჩვენ შორის, რომ უმრავლესობა გულით და სულით პუტინს აძლევს ხმას, იმიტომ რომ ამაზე ძალიან დიდი ხანია უკვე მუშაობს ტელევიზორი. ჩვენთან ჯერ ასე არ არის, მაგრამ დაზღვეული ტელევიზორი ჩვენთანაც კარგად მუშაობს. ხო. ტელევიზორი ჩვენთან კარგად მუშაობს და რაც მთავარია, აი ეს მეთოდები, რასაც გამოიყენებენ, ეს არის ზუსტად რაც ახსენე, ეს არის FSB-ს, GRU-ს, KGB-ს ძველი მეთოდები და ძველი როგორც სამყარო, რომ რა მოქმედებები უნდა. და იმიტომ თქვა, იმიტომა პუტინის ფრაზა ამ ფილმის მთავარი გზავნილი, რომ სკოლაში იწყებ ომის მოგებას და ჩვენთან ომს რაც ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რა თქმა უნდა, დაიწყოს უკვე თავიდან სკოლებში. ამიტომაც ხვდებიან ახალგაზრდებს ახლა მაგალითად დიდი ინტენსიური შეხვედრები ახალგაზრდობასთან, რომ ხა ჩემი და შენი მოტყუება მეტ რესურს მოითხოვს და მათ პატარა ბავშვების არა. ის მე გეტყვი ჩემი ბავშვებიდან შენ გვიან დაიბადე და რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ამ ყველაფერს არ მოსწრები ხარ, მაგრამ გულწრფელად მივხვდეთ, რომ არც სულელი ვიყავი, არც ოჯახის წევრები მყავდა სულელი და არც ის ადამიანი, რომელსაც წიგნის კითხვა არ უყვარს, პატარა რო ვიყავი, მართლა მეგონა, რომ სამამულო ერქვა ამ ომს და დაიწყო 41 წელს და დამთავრდა 45-ში და მეორე ის, რომ რა კარგია, რომ დავიბადე საქართველოში მაგალითად და არ მიწევს ამერიკელი ბავშვებივით მათხოვრობა. აი პატარა მერე ნუ რა თქმა უნდა სახში ეს რო თქვი მამა ჩემი და ბაბუა ჩემი ორივე. სკოლაში ამას სკოლაში ეგ იყო რომ მერთო რა გადარჩენილი ვარ. როგორც ახლა დღეს რა გვიხარია რომ დანიაში არ ვარ და ვარ. ეს სამამულო ომი რაც თქვი ახლა 41-45 ჩემი ოჯახის წევრ სასწავლებლად თქვა ომი 41-ში და მე ისეთ პერიოდში მოვიდა სკოლაში და რომ ვიცოდი ზუსტად ომი როდის დაიწყო, ვინ დაიწყო, სად განვითარდა და ასე შემდეგ. ამიტომ მაგრამ ხო
ჩემი ოჯახის ეგ გქონდათ, რომ ომი არის 50-55-დან 55-მდე არავინ არ ითვლიდა. ხო, ესეც საინტერესოა ზოგადად ის რომ აი მე ვამბობდი ხოლმე და ცოტა გაცვდა ეს ფრაზას, უნდა გადავიაზროთ ჩვენი წარსული, სოფლიომ რა ვიცი, შეცდომებზე მე მგონი მაინც ვერ სწავლობთ, რა ვიცი. გერმანია მოიყვანა ჰიტლერიც, ხო, იქაც ზუსტად ეგ იყო. პრევენციას არ აკეთებდნენ. აი ამბობდა ერთი კაცი, ორი კაცი, ამდენიმე ჭკვიანი ადამიანი ჩერჩილი ხო იგივე რომ ეს იწყებს ომს, ეს ომს დაიწყებს, არავის არ ჯეროდა სანამ მართლა არ შევიდა პოლონეთში, ხო? ასეთი ფაქტები არის უამრავი, ხო? ისტორიაში. თუნდაც დღევანდელი ევროპა, ხო? აი რამდენი ხნით ადრე შეეძლო პრევენცია გაიკეთებინა. მაინც არ ფიქრობდნენ, რომ აი რუსეთი ამდენს გაბედავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფაქტის წინაშე გავართ და ეხლა გამოსავლის ზებნა გაცილებით რთულია, ვიდრე ალბათ მანამდე იქნებოდა, რომ კი, ჩვენ თან სპეციალურად ეს ხო სპეციალურად ხდება, მაშინაც ასე იყო, გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ამ უგჭრან ჩვენი წარსული და წარსული ის არ არის იმისთვის რომ მისტიროდე, იმისთვის არის რომ მომავალიც არ იქცეს და არ დაემსგავსოს მომავალიც იმ წარსულს. ხო და ეს ჩვენ რაც ამოგჭრეს ჩვენი ისტორია, სახელები, გვარები, ახლა იგივე კინოცენტრში რაც ხდება რა, რომ თქვენი სახელები და გვარები იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც რაღაცას აკეთებდნენ, დაკორექტირდეს, შეიქმნას ახალი, თითქოს ფილმს ის კი არ იღებს დღეს, ვინც იღებდა. არა, ეს ახალი ნარატივი გაჩნდეს, ახალი ელიტა ეგრეთ წოდებული, რომელიც რა თქმა უნდა მოემსახურება. კი, მაგრამ ეს შუამავალი იქნება აი ამ დიქტატურასა და ხალხს შორის და მოემსახურება. ეს დოკუმენტები არსებობს თუნდაც ფილმების. ეს მაინც 30-იანი წლები ახსენეთ თავიდან და 30-40 წლებში ჩვენ ვიცით რა კინოსაც იღებდნენ და რა პერიოდი იყო და ზოგადად როგორ არ უნდათ დღეს ასოცირება მაგ პერიოდთან მათ შთამომავლებსაც, ხო? ვინც იმ დროს ამას ემსახურებდა და ძალიან ბევრი ვიცით ესეთი და იგივე აი ხა ოპტიმიზმის საბაბს ისმაძლევს ხა კინომცოდნეობა და ჩემი პროფესია, რომ იგივე გერმანიაზე რო საუბრობდით, გერმანული ექსპრესიონიზმიდან ვიცი მე პირადად რა არის ფაშიზმი და როგორ იბადებოდა და ეს სული და ფრიც ლანგს რო ადანაშაულებდნენ იმაში, რომ თქვენო, შენ ლანგმა და დანარჩენებაო, თქვენ დაბადეთო, ჰიტლერიო, იმიტომ რომ ასეთ ფილმებს რო იღებდითო, არაო ბატონო, თქვენ კინოს საკითხო უნდა ისე, მე გეუბნებით, რომ ამის საშიშროება არსებობს. აი ეს ადამიანი, დოქტორი მაბუზე, რომელიც იქ მაინკამფს წერს, მეტი ალუზია არანაირად გაჩვენო. ეს ადამიანი ჩვენშია და გამოაკრა ბერლინში წარწერა ბერლინოს შენგელის სიკვდილი. პოსტერი ბერლინის კინოფესტივალის წინ. მეტი მე რა უნდა გამეკეთებინო? მე არ ვარ პოლიტიკოსი, რომ შევცვალო ეს რეალობა. მე მიგანიშნებდით ამ ხალხზე, რომ ესენი მოდიოდნენ და 50 წლის მერე უკვე მოხუცლავს ადანაშაულებენ, რომ აი შენ დაბადე, მე რანაირად დაბადე, მე გაჩვენებდი. დაბადე მე იყენებ, როგორც ორუელის ტექსტს იყენებენ სახელმძღვანელოდ და არა გაფრთხილებად. ხო, და ისევე ესე გაფრთხილება კი არა, ამან უკვე ფაქტი მოგწა ამ პაშა ტალანკინმა, ხო, პირდაპირ იქიდან გვაჩვენა დოკუმენტური რეალობა, რა საშინელება ხდება და უბრალოდ რომ გავაიგივოთ ჩვენ თავი აი იმ სივრცესთან, რომ ნახოთ, მე არ ვიცი, რა ვინ როგორ მოიქცეოდა, ხო? იქ ის მასწავლებლებს რო უყურებდა, ხმა რო უკანკალებდა და რო არ იციან რა. ხო, ყველა გმირი ვერ იქნება, მაგრამ ხო და აი ეს არის, აი ეს მოთხოვნა, რომ რატომ ითმენთ ამას და ჩვენ რომ ვამბობდით 22-ში, რომ ჩვენ ვინ გაგვიბედავს. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი პრემიერი იქნება თუ მოქალაქე პირიდან ამოვა ზელენსკი, ნაგავი, ასეთი სიტყვები და ამას ანის რომ პირდაპირ ღალატის ქრონიკის მომსწრენი ვიქნებოდით, მაგრამ როგორ იცი რა არის, ესეცა ჩვენი იღლება ადამიანი, ხო ყოველდღე ცუდ ამბავს თუ გეტყვი. არ ყოლია ესეთი მარტივი მაგალითი მომყავს ხოლმე სტუდენტებთან. აი ჩვენ ყველას ყავს საყვარელი მეგობრები, ხო? ყველა ადამიანს. რომლებსაც მზად ვართ, რომ დავუდგეთ გვერდში ყოველთვის. თუ რამე უჭირთ და თუ რამე ულხისმალი. ხა წარმოიდგინე, რომ შენი მეგობარი ყოველ დღე გირეკავს, მერე შუა დღეს და საღამოს და გეწუწუნება. რაღაც დროს, როგორი კარგი ადამიანიც არ უნდა იყო, იღლები შენ და რეაქცია ისეთი მძაფრი ვეღარ გაქვს, აი იგივეა. ყოველ დღე ისეთ რაღაცებს გვეუბნებიან, რომ ყური შეგვაჩვიეს და ამით დავიწყე ჩვენი პოდკასტი, რომ აბსურდთან არ შეგუება გამოსავალი. ამის ერთადერთი პრევენცია არის, რომ ჩვენ არასოდეს ჩვეულებრივ ამბად არ მივიღოთ, რომ 6 წლის ბავშვებთან რაღაც იდეოლოგიური სამუშაოები მიდის, ხო? და რუსეთი მარტო მაგალითად კი არ გამოდგება, ჩემთვის ახსნადია რუსეთში რატო ვერ ხდება დიდი ხანი განვითარება. ძალიან დიდი საუკუნეების შრომა მიდის იმაზე, რომ ამ ხალხს არ კონდეს არანაირი ნება. და უმრავლესობა შეადგენდნენ მართლა არ ჭირდება გაყალბება უკვე.
არც აქ არ დაჭირდება თუ ესე გაგრძელდა რომ რაღაცა ადამიანებმა იმეორეს პროპაგანდისტული ტელევიზიების მესიჯები, მე ამას იჯერებ 40-ჯერ რაღაცას რო იტყვი. ტყუილს მე შენ თვითონ გჯერა რომ ეს მოხდა. ეგეც ის არის თავდაცვის და ის რაც თქვი იმის დეფიციტს uvseben, აი ის რომ ამდენ ნეგატივით. ზამბერჯერ მოგისმენი ალბათ შენ ხალხისგან, აუ გადავრთავრა იმ ოპოზიციურ არხზე და მარტო ნეგატივი და არის და იქ გაჩვენებენ რაღაცა იმ ფერად სამყაროს. ქართული სიმღერის მოგონებანი. ოღონდ რამე ცუდი კი არ არის ამაში, უბრალოდ კონტექსტი აქვს. რა თქმა უნდა, ხო? და მაგ კონტექსტში ხარ შენც გახვეული და აი ის არ გინდა და მოდი ახლა იქ რაღაცას უყუროთ, ვინ არის და რაღაცა. შორის რუსული პროპაგანდით მე რადგან დაინტერესებული ვარ ამ თემით, რამდენიმე ის აქვთ ხაზი პროპაგანდის, ერთ-ერთი არის ზუსტად ის, რაც თქვი, რომ პოზიტივი შესთავაზო, აი დილით ადექიმზეს გაუღიმე, ამა ზოგი გაუაზრებლად აკეთებს კოუჩები და ვიღაცები, მაგრამ ეს ის არის, რომ არაფერი ცუდი კი არ ხდება. უბრალოდ ჩვენ ვართ კონცენტრირებული ცუდზე, თორე რა ნახე რა კარგი მზეა, გეგონება ეხლა ის რო არ იყოს ჩვენი ხელისუფლება მზე არ ამო. აბლად აჯერებენ მაგას, ხო რომ შენ ხა ცუდ რამეს კი არ აკეთებ, კაცო. ეს არის ჩვეულებრივი რუტინული საქმე. გადაფარე რომ გუშინ ბავშვები მოკვდნენ სადღაც ჩავარდნენ და მეორე ხაზი აქვს კიდე რომ ადამიანი არაფერს არ ცვლის თვითონ. ზემო დიდი ბიძიები, დიპსტეიტები, მაფია, ფარმა მაფია, ვიღაცები რაღაცებს დასხდებიან, წყვეტენ. ჩვენ ვართ აბსოლუტურად უფლება აყრილი და უნებო ხალხი და ჩვენ ჩვენი ბედის განსაზღვრა არ შეგვიძლია. ამას აკეთებენ როგორც რელიგიური, ისე იდეოლოგიური კუთხით და გაჯერებენ რომ შენთვის უნდა იყო. რავი უყურე იმ შენ ფილმებს, ხო გიყვარს, დაჯექი უყურე ამ ფილმებს. დიდად ნუ ფართხალებ, იმიტომ რომ შენ არაფერს არ წყვეტ. აი ამას უყვებიან და ჩვენთანაც მე ამას ვამჩნევ. აი ვითომ ინფლუენსერი რო არის და რაღაცა სახის კრემს რო შეიძლება არეკლამებდეს, მე უცებ გიყენებს ყალბარჩევას, თავისუფლება თუ მშვიდობა. და არა ისო დიახაც მშვიდობა მოაქვს თავისუფლებას და თავდაცულობას. კი, არ ვიცი ამას რაღაცით უნდა დაუპირისპირდეთ, ხო? პირველ რიგში ის რომ ხო, აი კინო არის ჩემთვის ეს. ადამიანებმა წიგნები რო იკითხონ, ბევრ ფილმებს რო უყურონ, კინო და ხელოვნება ზოგადად არის კონტექსტის აღქმა პირველ რიგში, ხო? გააზრება. იქ შენ თუ იაზრებ, რა როგორ მოხდა ისტორიულად, ხო? რა როგორ განვითარდა, ეს ამ ფილმს რა კონტექსტი აქვს, ამ წიგნს რა კონტექსტი აქვს. მე უკვე მოქალაქეობრივი პოზიცია გიყალიბდება ხო რაღაცა. ხო, პრეტენზია გიჩნდება რომ ადამიანი ხარ და აზროვნებ. აი ხვდები მაგალითად რომ კობახიძე რო ლაპარაკობს იტყუება რა და ბრაზდები ამის გამო რომ არ მინდა ვინმე დარჩენილიყო ერთი ესეთი სისტემაში, კინოში, სადაც მე აი ესეთი ფილმით წარსგებოდა უცებ. ეხლა სხვა შორის ბიენალეზე ხო გამოვიდა ესეთი რაღაც ჩვენი ერთ-ერთმა ხატვარმა ზუსტად ასეთი რაღაც გააკეთა, რომ წავიდა, მაგრამ თავისი სათქმელი თქვა აფხაზეთთან დაკავშირებით და აი ზვაგინცევმაც კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გადაიღო ლევიათანი. ხო, მაგრამ ლევიათანი გადაიღო სხვა პერიოდში. არა, მე აბსოლუტურად თქვენ ბოიკოტს ვეთანხმები და სრულად ვიზიარებ იმას, მაგრამ აი ესე ვინმე რო შეეპარო რა უნდა ქნა კოცებმა. სკოლაში ვიღაც ვიდეო სამი ფილტრი დააყენეს უკვე მაგისთვის, რომ ეგ არ მოხდეს. სამი კომისია გადის და ეხლა მოსახლეებს და გვარებს არ ჩამოთვლი ბოლო კომისიაში ვინების ზიანაში. ანუ სტრუქტურა ბევრად მარტივი იყო ეგ, აი ეზოპესენის დროს, საბჭოთა კავშირის დროს მართლა იქ ბევრად პატრიოტები იყვნენ და ქვეყნის და კინოს მოყვარულები მათ შორის იმ სფეროში იმ დროს. ფილმები დაგვიტოვეს და ეს რატო ხდებოდა, იმიტომ რომ მოსკოვი იყო ცენტრი, იქიდან ფული მოდიოდა, აქ ქართველს არ უჩალიჩებდა ბჭყალებში. იქ შენ გადაიღები რაღაც, შეიძლება თაროზე შემოდოთ, მაგრამ ეს ფილმი რჩებოდა. შეიძლება არ გამოეშვათ ამ B კატეგორიებში, მაგრამ ფილმის გადაღებამდე მიდიოდი. აქ ფილმის გადაღებამდე ვერ მიხვალ. ჩვენი კინოცენტრის დაფინანსება არის, ნუ იყო ყოველ შემთხვევაში დიდად არ გაზინა 5 მილიონი ჯამში მთლიანად. ეს არ არის ევროპული ერთი საშუალო ბიუჯეტის ფილმიც კი არ არის, რომელიც მთელი ბიუჯეტი წარმოიდგინე. აქ უნდა ჯერ აიღო დაფინანსება, ჯერ ამდენი კომისიები გაიარო. ფილმის გადაღებამდე ვერ მიხვალ, ანუ მაგამდე აი ესეთი სისტემაა კინოცენტრში, რომ შენ არავინ არ მიგიყვანს იქ, იმიტომ რომ კომისიაში უკვე ესეთი ხალხი იზის, რომ არა სახელი და გვარის გამოგცხრილავენ. სამწუხაროდ ეს რეალობა ქართველს აი ესე დაუპირისპირდა. საბჭოთა კავშირის დროს ხანაირად იყო ის რუსი და თქვათ აქ ვინც იჯდა ხო იდეოლოგები. მოსკოვის მოტყუებაზე იყო ორიენტირებული. ყველა ქართველი მოსკოვის მოტყუებაზე იყო, კი.
და ვიღაცები მართლა აკეთებდნენ ამ საქმეს და აქ, ანუ ერთმანეთის დაბეზღება, ერთმანეთზე ცუდის თქმა, ეს იცი, ვიღაცა შეიძლება არ ჩანდეს ხო ძალიან, მაგრამ რო შეიტანო ზუსტად ვიცი მე იქ მუშაობდი. ეხლა ამ დროს არ მიმუშავე, ეხლა რაც ხდება, მაგრამ მე ვიცი იქ ვიღაცების დღეს რო ძალიან უნდათ კინოს გადაღება და გონიათ რომ ბოიკოტი რო არ იყოს გადაიღებდნენ, მე ვიცი რომ მათ მეილებსაც კი არ ხსნიდნენ, ჯერ კიდე დემოკრატიულ პერიოდში. იმიტომ რომ თეატრულ არ მოწონდა ეს ადამიანი. აი ასეთ ვითარებაში მე უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ, თორე მე ძალიან გული მწყდება რომ ადამიანები კინოს ვერ იღებენ დღეს და გაჩერებულ. უბრალოდ ჩვენ თუ რამე არ ჭყალებში გამოვივაჭრეთ ამადგან, რამე თუ ვერ მოვიგეთ, იმათ ისინი იმდენად კომფორტის ზონაში არიან, რომ საერთოდ ზედაც არ უყურებენ არავის. იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ აი ხლა რა, ჩემი დრო მოვიდა, ჩემი მინისტრია ზოგმა იცის რომ უნიჭოა. ზოგმა იცის ძალიან რთულია ამის აღიარება საკუთარ თვალთანაც კი, მაგრამ იცის რომ რეალური კონკურენციის ფარგლებში ის დაფინანსებას ვერ აზრობს, ვერ აიღებს და საქართველოში წელიწადში გამოდის 2 ფილმი და არის 500 რეჟისორი, ხო? თუნდაც ბოიკოტი არ იყოს, ყველა მაინც ვერ გადაიღებდა და ერთმანეთს დაუპირისპირდება და ის ხალხი ვინც ეხა გვერდზით განა, იმიტომ რომ ესე ხდება. კი, არავის არ მოწონს, წაგება, მაგრამ არ არის ამდენი ფული. გადაიღებდნენ მარტო 1-2 ადამიანი ისედაც და ეხლა მით უმეტეს ნახეთ გოგა ხაინდრავას მილიონი ლარი მისცეს რა, ვინ გარას გაიგებს ეხლა სასამართლოში ვერ უჩილებ, ანუ ყველანაირი ბერკეტი, არანაირი ბერკეტი არ აგა. გოგა ძალიან დიდი რეჟისორია და იმიტომ. კი, ძალიან დიდი რეჟისორია და ეხლა ამ ხალხურ კინოში ნახოთ, ალბათ არ ვიცი. რო გამოვა მე რო ვილაპარაკოთ მაგ ყველაფერზე, მაგრამ იცი რა, მე ვიცი. ეგრე არის რაღაცეები, რასაც არ ჭირდება ხოლმე მაინდა-მაინც შედეგის ნახვა. ამას ქვია ტენდენციის გამოცნობა. და ვერ გადაიღებს რა თქმა უნდა ისეთ ფილმს, იმიტომ რომ კარგი ფილმი ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდის ისეთ აბსურდულ, გროტესკულ სისტემასთან, როგორც კი შეიძლება შენ სახელმწიფო მოგწონდეს შენი რაღაცის ხარს უჭერდე რაღაც მომენტში. ხო არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც ებრძოდე, მაგრამ აი ეს რაც ხდება თუ ვთქვათ შენ ხარ დაახლოებული ხელისუფლებასთან, გამორიცხავს ეს კარგი ფილმის გადაღებას. მეც შენ აზრზე ვარ, ბევრი არ მეთანხმება, მე ზუსტად ამას ვამბობ. ელოდება რომ ჰეროკრატიის მერე რამე გადასარევს, ხო აქვს გადაღებული. თან ჭირდება კინოს გემოვნება. მათ შორის გემოვნებიან ადამიანს ძალიან უჭირს აიტანოს გროტესკული ხელმძღვანელები, ასე რომ მართლა ხელოვნება წინააღმდეგობაა, ხო წინააღმდეგობაში ხა მით უმეტეს აი როგორც თქვი ხა ამ აბსურდთან და აი ამ ამორალურობასთან მე არ ვიცი ესეთ მეორე რაშკი არა მარტო გოგა ძალიან ბევრი ადამიანი კიდე ვინც ნორმალური რეჟისორი იყო თავის დროზე ისინი ვერაფერ ღირებულს ვეღარ გადაიღებენ ერთი ფილმი გადაიღო უკვე მათ შორის რამდენიმე და არაფერი სული აღარა აქვს ამ ფილმს ანუ შენ თუ არა გაქვს რაღაცა შინაგანი არ ვიცი წინააღმდეგობა შემოქმედებით ენერგიას ზღუდავ მთლიანად შენ როცა იფარგლები ამ ყველა მე ამის მჯერა აი storytelling-ს რო ვიწყებ პირველი ლექცია არის ხოლმე რა ჭირდება მწერალს რეჟისორს პოეტს მუსიკოს ნებისმიერ ადამიანს რომელიც არის ფიქციის ხელოვნების და ფანტაზიის და ამის წვაში და ამ კონდიციაში ხო პირველი რაც უნდა იცოდე რომ და დაიწერო ეს არის სათქმელი გზავნილი რა ეს სათქმელი როგორ შეიძლება რა უნდა მქონდეს თუ ყველაფერი მომწონს ჩემს ხელისუფლებაში კაი თქვა შეიძლება აპოლიტიკური იყო მაგრამ აი ეს წერასაც ვაპარაკობდით რანაირად შეიძლება პოლიტიკა გამოვა ნებისმიერი ახლა გაჭირვებაც რო გადაიღოს თუ დალხინებაც სიყვარულზეც რო გადაიღოს როგორ გვაცვია ეგეც პოლიტიკა ახლა ჩვენ სოციალურ იმას კლასს განსაზღვრავს სტატუსს რა თქმა უნდა ძალიან კარგი მაგალითად მიხეილ ჭიაურელი ნიჭიერი რეჟისორი მართლა 20-იან წლებში მაგრამ შემდეგ რა ფილმებია გადაღებული ბერლინის დაცემა უყურეთ ანუ უყურეთ იმ ფილმებს ნუ ან იგივე ავიღოთ ხო რამდენი ვისაც მოუწია ამას თან იდეოლოგითან მართლა წამდა ჭიაურელს მართლა წამდა აი ამ შემოსაზღვრული აი ამ რაღაცა იდეოლოგიით რა ფილმებს იღებს უნიჭიერესი კაცი აი 20-იან წლებში რაღაცა საბჭოთა ავანგარდის წარმომადგენელი და იზენშტეინთან იმათთან და უცებ ხდება რა ქართული კინოც როგორი კარგი იყო იმ დასაწყისში აი ჩემი ბებია საერთოდ ხო შედევრია და მე ყველაფერი როგორ სწრაფად შემოდის თაროზე და ეს ხალხი როგორ გააფუჭეს რა გულდასაწყვეტია მაგრამ აქ მე მგონი ლევან რა არის იცი გარდა იმისა რომ გვაქვს
უნამუსობა, არაკომპეტენტურობასთანაც გვაქვს ხოლმე ზოგჯერ საქმე და უნიჭობასთან, იმიტომ რომ აი იგივე სასამართლოშიც მაგალითად, როდესაც შენ არ გაქვს ის რაღაც მოწოლილი შემოქმედებითი მუხტი, ცდილობ ეს დააფალანსო ყოფითი სიკეთეებით, მოემსახურო ამ შენს, როგორც თავად თქვი წეღან, რომ მე იცი რომ უნიჭო ხარ და სხვა სიტუაციაში შანსი არ გაქვს. და მე ისინი თუ მეცოდებოდნენ რომ ნიჭიერები იყვნენ და ვერ გამოიყენეს თავისი ნიჭი, იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ რომ ხა პირდაპირ იარაღი ქონდათ უკან კეფაზე მიდებული. სხვა სიტუაცია ყვა, აქ რას ვთხოვთ ჩვენ იარაღის ხო არ ამიხვრეთ პრივილეგიებზე უარს, მეტი არაფერს. აკუნინმა ეგ თქვა სხვათა შორის ერთხელ, რომ სანამ კიდე დრო გვაქვს უბრალოდ პრივილეგიებზე გვიწევს უარი თქმა და არა სიცოცხლეზე, მანამდე გამოფხიზლდეთ. მერე მართლა უკვე აღარ გაქვს სხვა არჩევანი. როცა ან ხრეტენ ან გიჭერენ, ხო? ჩვენ აქამდე რა თქმა უნდა საქმეს არ მივიყვანთ, ძალიან პესიმისტური რომ გამოვიდეს. მაგრამ ეს ფილმიც რატო არ აი მე მივხვდი შე რა თქვი რომ მე ამ ფილმზე მინდა ლაპარაკი. კინო გურმანისთვის, რომელსაც ზოგადად უყვარს ფილმების ყურება და ლაპარაკი, ამის არჩევა გამოწვეულია ამ ფილმის, რომელიც ჩემი აზრით არის კონტექსტისთვის არაჩვეულებრივი ფილმი, მაგრამ ზოგადად ეხლა არ არის ეს არა, რა თქმა უნდა, ფილმის კონტექსტზე. ხო, რაღაც თუნდაც დოკუმენტური კინოს შედევრი, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ აი ეხლა თვლი რომ ეს არის ალაპარაკო და არა ვთქვათ რაღაც შენი საყვარელი რეჟისორი და იმიტომ რომ ხო, რაც ეს ხო ის ამბავია, რომ რაც მეტ ადამიანს ექმა ნანახი, მით უკეთესია, იმიტომ რომ მართლა იმ რეალობას უყურებს, დაფიქსირებს და ნახოს და ჩახედოს რა, მშობლებმა ჩახედონ თავიშვილის წიგნებს და გაყვეთ და მე კიდე იცი რა მომეწონა, რომ ეხლა აქაც ხო დაფეთდებიან ეხ სკოლაში თუ სადმე რამეს იღებენ, ვინმე თუ მიდის, ყველგან უკვე ეს პარანოია ეწყებათ ხოლმე მერე, როგორც ერთი პერიოდი ხო სულ ეგონათ რომ ყველგან ბექაყორში არ ეკავდნენ, მართლა აღარ იღებდნენ ზღვიდარეკს, აი უკვე რუსეთშიც ხო გაჩნდა ეს. აი იცხოვრონ მაგ შიში, იმიტომ რომ დიდხანს ხვას რო აშინებ, მერე შენც იქნები შეშინებული და ეხლა ყველა იმაში ვიდეოგრაფში და ფოტოს გადამღებში უნდა დაინახონ ეს საშიშროება. ბარემ ერთ ამ კონტექსტთან დაკავშირებით ერთ ფილმსაც ვახსენებ, უფრო მინი სერიალი, აი რუსეთთან დაკავშირებით თუ გაქვს ნახე, რუსეთი 1985-99 ტრავმის ზონა. ეს არის ადამ კურტისის შესანიშნავი YouTube-ზე დევს 7 სერიალი და ჩემს ხარ რომელსაც დამადებული არ ვიყავ 85 წელს, აი პერესტროიკიდან დაწყებული გორბაჩოვიდან, აი მაქსიმალურად ობიექტურად, უფრო არც voice-over-ი არის, არაფერი, უბრალოდ ინტერტიტრებით BBC-ის ჟურნალისტი, მე მგონი BBC-ია თუ სწორად მახსოვს, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ერთ-ერთი ბრიტანული ტელევიზიის ჟურნალი უბრალოდ აგროვებდა ამ ფუტიჯებს რა ხდებოდა იქ რუსეთში, მე ამან ააწყვა მუდიდესი ეს იმიდან მასალიდან ფილმი 85-დან 99 ქრონოლოგიურად როგორ მიდის რუსეთში მოვლენები, როგორ ვითარდება გორბაჩოვი, მერე ელცინის მოსვლა, ისა 9 აპრილზეც არის რამდენიმე. ეს არის უბრალოდ ინტერნეტით გიყვება ამბავს. ობიექტური რეალობა მაქსიმალურად და თავდება იქ სა პუტინი მოდის. ანუ მთელი ეს გაგატარა ეს 14 წელი რა მოხდა პუტინის მოსვლამდე, აი ამ ქრონიკებით, უბრალოდ ქრონიკებია შეგროვებული. ეს არის შესანიშნავი ფილმი და მაგალითი აი ამ კონტექსტის ამბავში მე მივხვდი რაღაც მომენტში შემეცოდა რუსი ხალხი აი ვაზებით დემით ქუჩაში როგორ პურის ფული რო უკვე რა ხდება ხო დაიშალა საბჭოთა კავშირი ეს ქარხნები რო რაღაც კუპონები პურის ქარხნის წილის ფლობელი როა ვიღაცა და პურში ერთ პურში 20 სამწი და მე მაგრამ შორის ივანიშვილი და ოლიგარქები როგორ იბადებიან აი მაგასაც ხედავ ხოდოროვსკი ასე ყველაფერი ჩანს აბსოლუტურად აი დამკვირვებლის თვალით რა უბრალოდ ანუ მინიმალურად ერევა ავტორი ამ ყველაფერში უბრალოდ გაჩვენებს კადრებს და ბოლოს არის პუტინის იმით თავდება რომ აი ეს მოვიდა და ხალხი მართლა გეცოდება მაგდოს რუსები რომ აი შიმშილია პროდუქტები არ არის და როგორ მივიდა აქამდე რუსეთი და ეხლა დღეს რა ხდება და როგორ ვითარდება ხო ესეც ყველა ქართველმა უნდა ნახოს იმიტომ რომ აქვე არა ანუ ამაში ცხოვრობს შენც ამდენი ხანი და მე არასდროს რაც არ უნდა იყოს არ მინდა იმის თქვა აი ხო გეუბნებოდით არ მინდა რომ ისრაელობა დადგესო ისე პროდუქტის ხო გეუბნებოდით სამ თავის შეკავება ჩვენი კეთილშობილების ისე რომ აი სუგად არ თქვა მაგრამ ნუ ხო შიმშილი არ მინდა რომ დაიწყოს და დოკუმენტური აი ხა რუსებს აქვს ძალიან კარგი სკოლა ამ ხრივ გავლილი ვიტალი მანსკიც გეცოდინება რუსი დოკუმენტალისტი რომელიც კორეაში ჩავიდა ფილმის გადასაღებად და უთხესო ჩვენი დაწერილი სცენარით უნდა გადაიღო ჩვენი შერჩეული მსახიობი დოკუმენტურ ფილმზე ეუბნებოდნენ რომ ჩვენ დაგიწერთ რა გადაიღო და ჩრდილოეთ კორეაში და მსახიობებისო ჩვენი უნდა იყოსო
ეს ფილმიც აუცილებლად უნდა გამოგიგზავნო, ძალიან კარგია და კარგიო ეს თან ხდება. და იმათ თავიდან კი უყვართ, მაგრამ ჩვენ ჩავერევით, აქ უშიშროების ხალხიც იდგება გადაღების დროს. მაინც ისე დაამონტაჟა, რომ როგორ დასცენის იცი. იმათი სცენარით, იქ მუშის მაგივრად მსახიობი თამაშობს, იმის ცოლ სხვა თამაშობს, როგორი კარგია იმას იღებს და ხვდები, რომ დასცინის და სინამდვილეში ყველაფერი ტყუილია და ჩემი აზრით, რის გამოც კინო მიყვარს, ეს ჯადოსნობა. ხატრული ხერხებით შეგიძლია ისე გადაათამაშო რეალობა, რომ ერთი მე ჩამოვიდა ეს ფილმი დაამონტაჟა და იმის მერე მე მგონი მოსაკლავად ასწრენ. აი ეს არის რამაც ვთქვათ რუსებს ამ ბიჭზეც ახლა ამ ტალანკინს რომ დაუბრუნდ ხო ვფიქრობდი რომ მაინც როგორ არავინ არის ეჭვა რომ აი ზუსტად მან ვიტყვი რომ ბერი ეჭვებდა ეს ისტორიის მასწავლებელი აი ეს ამ კომიკური გამოიყვანა იმ აწყობამ და სტრუქტურამ ქსოვილმა როგორც აეწყო ეს ფილმი და მარტოს არ აუწყე მაგის მეზბჯერა იქ დაეხმანა კიდევაც ფილმს რომ როგორ შეუფუთეს ასე შემდეგ მაგრამ ტექსტიც ხვები უწერდნენ უბრალოდ მე მოირგო თავზე ეს ვოისოვერიც რა თქმა უნდა და ეს არის ზუსტად კინოს ძალა ხო რა თქმა უნდა იმ ადამიანს ისტორიის მასწავლებლებს ეს რომ აი უბრალოდ მართლა კგბ-ს დამონტაჟებული იყოს ეს იქნებოდა ძალიან კარგი პროპაგანდა შეიძლება არ ჩვენ არ გაგვცინებოდა ისე აეწყოთ მაგრამ ჩვენ ალბათ მიხვდებოდით მაგრამ უმეტესობა ვერ მიხვდებოდა ამას და იფიქრებდა რომ ხედავ აი რა ხდება რა კარგია და ეს ნორმად მიღება ყველაზე დიდი პრობლემა აი ამ აბსურდის ნორმად მიღება არის მთავარი პრობლემა საზოგადოებების და განსაკუთრებით ჩვენერი საზოგადოების რომ რაღაცა ნორმალიზება ხო საშიშია აი ხო ტროტუარზე ადამიანებს რომ იჭერენ და ეგზისტენციალისტი ამას გეუბნება რომ აბსურდი გახდება ნორმა არანორმალურობა გახდება ნორმა, შენ დაკარგე. ზუსტად ამას ვამბობდა ჩვენ საერთო მეგობრებთან. მე და თავალაპარაკობ გიორგი თავართილაძე რეჟისორი. მოიცა ეს ნიუს უყურებო, დილის რაღაც, იგივე ოპოზიციურ არხებზეც რა ერთი და იგივე რუტინა ნორმაა, იმიტომ რომ ჟურნალისტი აცხადებს რომ ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს ესა და ეს და მერე გადადის, რომ რაღაც ბავშვი მოკდათ. აი ეს ორი ნიუსი არის ერთად შემო და ყოველდღიურ რაღაცა იმ მორბენალის ტრიქონივით დადის რომ ადამიანს იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო და ეს გახდა ნორმა. ხო, აი ეს არის ყველაზე და არის რაღაც მოსინჯვა ხოლმე ნიადაგის, რას გაგიტარებს ხალხი. და რას არ გაგიტარებს? ხა გუშინ იყო სასაცილო. თავის დროზე მაგალითად მუნჯიუმ გაზეთში ამოიკითხა პატარა ამბავი ამ ეგზორციზმზე და ამით გადაიღო გორაკებს მიღმა შესანიშნავი ფილმი პატარა რეჟისორისთვის. აი ეს განსხვავება ადამიანზე, რომელიც შემოქმედებითად აღიქვას ცხოვრებას და სწორად დისტანცირდება, ამიტომ მიკვირს ხოლმე, რომ თქვათ რეჟისორს წერალს რატო ეკარგება, აი ამ რატო უნორმალიზდება ის, რაც არ არის ნორმალური, ხო? აი ამ პატარა ამოკითხული გაზეთში ტექსტით გადაიღო ასეთი შედევრი. ეხლა ნახე გუშინ კითხულობ, რომ ვიღაცას წამოაძახეს ქოჩინოვნიკებს, ვიღას უყვირს, მაგრამ მაინც რაღაც ბრენდები, ჩანთების და ძალიან კარგი პასუხი გასცეს, რაღაც გენიალური, რომ ეს არისო რეპლიკებიო. ანუ არ არის ნამდვილიო. ჯერ ხო თავიდან მაგიტო ამ რეპლიკას ხო ამიტომ ყიდულობენ, რომ ვითომ აი ჩვენ როგორი მდიდრები ვართ ნამდვილი ჩან. და მე რა სწორე კიდე უფრო სასაცილო რატო არაც თქოს, აკრძალულია თურმე ჩვენთან კანონით ამ ფეიკების შემოტანა, ყიდვა და ასე შემდეგ. ანუ ორმაგად გროტესკში აღმოიჩინეს თავი და ეხლა რომ მქონდეს სერიალი, ერთ კარგ სერიას ამ ამბავს, ესე იგი რა აბსურდში გაიხარდა, რეებს ლაპარაკობენ, ხო? აუცილებლად მივუძღვნიდი და შორის კიდე ხელოვნებას აქვს ძალა და ისტორიულად ესე ხდება, რომ ესეთი პერიოდების მერე გადააზრებას არა ეს თაობა, უფრო შემდეგი თაობა ახერხებს ხოლმე და სათქმელი გროდება ძალიან ბევრი და ხატრულად ღირებული ფილმები იქნება. როცა რაღაცა ძალიან მდორედ მიდის, იქ კომფორტის ზონა არ უნდა კონდეს ხელოვანს არასდროს. გასაგებია მე ვიცოდი რომ ეს საფერი იქნებოდა დიდი ხარ, მაგრამ ტანჯვასაც აქვს თავისი საზღვრები, ხო? ამან შეუნდა გასწავლოს. კივილის გაძლების ღურბლი. ხო, ხელოვანი უნდა იტანჯოს. მე ვიცინი ხოლმე სტუდენტებს ვაცინებ, რაღაც ერთი დანიური სერიალი არის იმაზე. არ ვიცი ნანახი გაქვს თუ არა მზის ენერგიაზე და პატარა კორუფციული სქემა რაღაც. ისეთი კი არის ხა ნორვეგიის და დანიის იმას რო ანგრევს ბიუჯეტს. იცი რა მუსიკა დევს, აი საშინელებად უდიდესი, ხო მუსიკაც ხო გელაპარაკება, რაღაც საშინელებასთან გვაქვს საქმე რაღაც. ბოროტებასთან, მეფისტოფელთან,
ჩვენთან ეხა ეგეთ მე გამეცინა და მივხვდი რომ ქართველი ვარ ამაზე რომ ესე მეცინება მეთქი რანაირი მუსიკა დაადეს კაცმა რაღაცა მოიპარა სამსახურში და ასეთი ტრაგედიად აღიქმება იქ ეგ რა რომ ადამიანმა თავის თავს როგორ უღალატა და თავის ქვეყანას ეგ აღიქმება ქვეყნის ღალატად და ჩვენთან ქვეყნის ღალატად აღიქმება ის რომ ცივილიზაცია გინდა და ეს არის ის რაც არ უნდა გამოგვეპაროს არც ერთი წამი იცი რა რთული ეს სიფხიზე დილით რომ დაიწყებენ სისულელების ლაპარაკს საღამომდე არ ჩერდებიან და ყველაფრის ჩაწერას ვეღარ ვასწრებთ ბატონო ხო და ალბათ თავის დროზე შეიძლებოდა უფრო სერიოზულად ამ ყველაფრის მიღება და არა სიცილხარხარით იმიტომ რომ ნუ კი გეცინება გინდა არ გინდა გეცინება მაგრამ ნუ ფაქტია რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებდნენ და ეს იყო არ გვეგონა გამოირეცხებოდა ტვინები, მაგრამ გამოირეცხა სამწუხაროდ. ეხლა რაც შეეხება სიცილხარხარს, მანდ არის ორნაირი სიცილხარხარი, ხო? ერთი რომ ძალიან იშინიათ დაცინვის. და მათ შორის მე რატომაც ჩემი პირველი კი პირველი არ არის. მთავარი პროფესიით ვერ ვარ დაკავებული არის ეს, ანუ ეს არ უყვართ ზოგადად ჩინოვნიკებს, დიქტატორებს, სისტემას, არ უყვარს, როცა მათ დასცინია, აბუჩათ იგდებ, აჩვეულებრივებ, ენაში აჩვევ, ეს არ უყვართ. და მეორე არის, როცა არასერიოზულად იღებ, აი ამას ეძახი ალბათ. კი, მაგას ვეძახი. იმიტომ რომ ეხლა სიცილი მათ შორის არის ძალიან სერიოზულად ის შენი თავი პროფესია ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა იმ პერიოდში როცა აკეთებდი. და ამიტომ ვთვლი რომ თავარი სიცილში კი არ არის პრობლემა. ჩვენს მიერ ამ პრობლემის არასერიოზულად აღქმა შეთორ შეიძლება აღიქვას სერიოზულად და მე ამის გამო დასცინო ზუსტად რომ აი ასეთი აბსოლუტურად სწორად მიმიხვდი ზუსტად მაგას გულისხმობ. ანუ ამ დროს რაღაცა ნაბიჯი უნდა გადადგა შენს. იმიტომ ყოველდღე რო ხედავ რომ ერთ ეგივე ამებს აკეთებენ ეს არასერიოზულად არ უნდა მიხვდე რომ ამას რაღაცის გამო აკეთებენ და ეს რაღაცა ვერტიკალია რომელიც ესე მუშაობს და ნელ-ნელა შეიძლება წაკლეკოს როგორც აი ჰიბრიდული კი არ უნდა დაველოდოთ შედეგი როდის დადგება წინასწარ როგორც წეღან თვით ახლა ხაინდრავის ფილმზე წინასწარ რაღაც შეგვიძლია ვივარაუდოთ ასე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ადამიანები რომლებიც უნივერსიტეტების დახურვას ანონსებენ რისი მიღება სურთ ამას აუცილებლად დაემატება ის რასაც ტალანკინის ფილმში ვხედავთ სკოლაში შეტანა და ისევ 70 წლის მანძილზე რაც გააკეთეს მეხსიერების წაშლა და ძალიან უხეში კორექციის შეტანა მეხსიერებაში იგივე იქნება ახლაც ანუ კორექცია შეიტანა და სკოლიდან მოყოლებული მერე უკვე და ნუ ესე ჯერ არ არის მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვთქვათ რომ მიზანი მათი ეს არის ხა ის რომ ჯერ ასე არ არის არ ნიშნავს რომ ეს არ არის მათი გზა ისიც უნდა დავივიწყოთ მეც მაგალითად ერთი 10 წელს მქონდა იმის ილუზია რომ 21 საუკუნეში როგორ ეგეთი პროპაგანდით როგორ ვეღარ გამოურეცხავენ ხალხს თურმე მოიგეს ამ ჰიბრიდულებს ხო მეტი იარაღი აქვს მაგრამ იყო ლაპარაკო Google-ი გაქვს და მეტი თვალსაჩინო გადაამოწმე, მაგრამ ვინ ამოწმებს არა. ეხლა დაგვემატა კიდე ცალკე პრობლემა ChatGPT და რომელსაც როგორ გამოიყენებს კიდევ აი აქ დაასწრებს ჭკვიანი ხალხი ბოროტს თუ პირიქით ნახოთ და ჩვენმა ნამდვილად ხიზლად უნდა ვიყოთ, ასევე მე მინდა იმ სტერეოტიპსაც შევებრძოლო, რომ აი რუსული არაფერს არ ვნახავ, არაფერს არ უყურებ პირიქით. არა. თუ ჩვენ გვინდა ზუსტად ვიცოდეთ რას გვიპირებენ, რას აპირებენ და ჩვენ რა გველის და როგორ შეიძლება თავიდან ავიშოროთ, ჩვენი მზერა მიმართული უნდა იყოს რუსეთისკენ და ირანისკენ. და ამ ფილმს უყუროთ და ეს ძალიან კარგი მაგალითია ეს ფილმის, იმიტომ რომ მზერა გავასწოროთ ამ ფილმისკენ და ვნახოთ რა ხდება და ეს უბრალოდ გქონდეს ტვინში მაგალითად რა ხდება და ეს არ დაგვემართოს ჩვენც მოდი. კი და როგორც რუსები რო წუწუნებენ რომ თურმე სადღაც ურსულა ფონ დერ ლაიენი არ პასუხობს შეკითხვას და ჩვენი პროპაგანდა კიდევ სიტყვის თავისუფლებას დედა რა დამართა ამ დასავლეთმა და ამ დროს ეს ფილმი საერთოდ ნახევარ რუსეთმა არც კი იცის რომ გადაღებულია აკრძალეს ეგრევე აკრძალეს ეგ კი არა სტალინის სიკვდილიც კი აკრძალეს ფილმი ჯერ კიდევ როდის ლაპარაკიც არ იყო არანაირ უკრაინაში შეჭრაზე. აკრძალეს იმიტომ რომ სტალინის სიკვდილი სიტყვად შეთანხმება და კომედია და სტალინი ერთად ეს ხო სტალინს შეუძლებელი იყო. ასე რომ ძალა აქვს, რა თქმა უნდა, ფილმსაც, ტექსტსაც ჩვენ ხშირად ფიქრობთ ხოლმე რომ აი რა დროს წიგნია, რა დროს ფილმია, მაგრამ რისიც ეშინიათ ყველაფერს აქვს აზრი და ნახეთ რომ ძალიან ეშინიათ ამ ტალანკინის ფილმის. ისე რომ ვერც აჩვენებენ კი არ საერთოდ არც იციან მის სკოლაში რომ ოსკარი აიღო.
ასე რომ სკოლაში არის. ვიღაცებმა არიციან, ხო თქვა ინტერვიუში, რომ ვიღაცები მაგალითად საერთოდ არ უყურე. ჩაკეტეს რა, ეს თავდაცვის მექანიზმია, რომ აღარ არსებობს იმ ბალაშეხის გარდა არანაირი სამყარო. ლევან, ძალიან დიდი მადლობა. მადლობაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენ პროფესიას. რაზე ლაპარაკიც გვიყვარს იმის გაკეთების საშუალებაც მოგვეცემა. მადლობა ჩემს სპონსორს მთისწყალს საქართველოს უნივერსიტეტს, მე კი შემდეგ ფილმამდე გემშვიდობებით. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს.